ეს არის 100 გრადუსი ცელსიუსით ყველაზე ცხელი ток-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ ეთერს უბრუნდებით. გადაცემის მეორე ნაწილში კი ვისაუბროთ ისეთი აქტუალური თემის შესახებ, როგორიც არის მეორადი ქალიშვილობა. ახლა ჩვენ სტუდიაში შემოგვიერთდება ჩაჩავას სახელობის კლინიკის ექიმი გინეკოლოგი ქალბატონი თამთა ჯაფარიძე, რომელიც თავადაც ხშირად აკეთებს მსგავსი ტიპის პლასტიკურ ოპერაციებს. თამთა ჯაფარიძე სტუდიაში. მადლობა თამთა იმისთვის რომ შემოგვიერთდით. რამდენად ხშირია, როდესაც თქვენთან მოდიან გოგონები და ითხოვენ ქალიშვილობის აღდგენას, ანუ საქალწულე აპკის აღდგენას, რამდენად ხშირი ოპერაცია ეს? მიუხედავად იმისა, რომ ჩაჩავას კლინიკაში არსებობს პლასტიკური გინეკოლოგიის განყოფილება, სადაც ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს პლასტიკური გინეკოლოგიური ოპერაციების ძალიან მრავალფეროვან სპექტრს, ქალწულობის აღდგენა, ანუ ჰიმენოპლასტიკის ოპერაცია დღესდღეობით არის საკმაოდ მოთხოვნადი და ყველაზე გავრცელებული ოპერაცია. მაშინ, როდესაც მოდიან თქვენთან, ძირითადად რას ასახელებენ მიზეზად, ანუ რატომ სურთ ამ ოპერაციის გაკეთება? მინდა თამამად ვთქვა, რომ 90%-ში პაციენტებისა ისინი არიან ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ სტრესში. ნამდვილად ვადასტურებ ამას, რომ ისინი ძალიან განიცდიან საკუთარ მდგომარეობას, ზოგი პირიქით საერთოდ აღარ აპირებს გათხოვებას, ოჯახის შექმნას, მაგრამ აი გამოსავალს პოულობს. რა არის მათი ფსიქოლოგიური სტრესის მიზეზი, რატომ არიან ისინი მსგავს მდგომარეობაში? ნუ მსგავს მდგომარეობაში ისინი აღმოჩნდნენ ძალადობის შედეგად, ასევე რაღაც ტყუილის შედეგად, როცა მათ დააპირდნენ რაღაც ოჯახის შექმნა და მე ეს აღარ შედგა. ძალიან მარტივი პატარა პროცენტია იმისა, რომ გინეკოლოგიური манипуляციის გამო ხდება ხოლმე საქალწულე აპკის დარღვევა, ასეთ შემთხვევაშიც ამჯობინებენ, რომ ეს აპკი იყოს წინასწარ აღდგენილი. ძირითადად თუ შეგვიძლია ვისაუბროთ ასაკზე, ანუ რა ასაკის ადამიანები მოდიან თქვენთან, არის რაღაც გარკვეული ჯგუფი ადამიანების, რომელიც მოდის თუ ასაკი არის განუსაზღვრელი? ასაკი დაახლოებით 25 წლის შემდეგ, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა 53 წლის ქალბატონმაც გაიკეთა მსგავსი ოპერაცია. გასაგებია, მე ვიცი რომ თქვენს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე გოგონა მოვიდა რამდენიმეჯერ თქვენთან ამ თხოვნით. კი, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა ოპერაცია დროებითი, აი აქ დროებითი იყო ეს უბრალოდ არ დაემთხვა ქორწინება და მას მოუწია. ანუ ისინი ქორწინების წინასწარ ემზადებიან იმისთვის, რომ მოხდეს საქალწულე აპკის აღდგენა, თუ დააგვიანდათ, მაშინ რა ხდება? თუ დააგვიანდათ, მაშინ ხელახლა იქნება. ეს შემოვნება შეიძლება ვიკითხოთ. ნუ ეს შემოვნება საკმაოდ ტერიტორიაზეა დამოკიდებული ნიკარაგუა. თამთა, ეს ადამიანები თქვენთან მოდიან მარტო თუ ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლის მოთხოვნით მოდიან თქვენთან და მშობელის მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა მშობელი ხლებია პაციენტს, რა თქმა უნდა, ისინი მოდიან მარტო და ისინი ძალიან განიცდიან ამ მდგომარეობას. მქონია შემთხვევა, როცა რამოდენიმე შემთხვევა იყო ესეთი, როცა ფსიქოლოგი იყო უძლური პაციენტის მდგომარეობიდან გამოსაყვანად და მან გადმოგვიმისამართა ჩვენ. აი მერწმუნეთ პაციენტების 90% ძალიან განიცდის ამას და ისინი, ვინც ამორალური წესით ცხოვრობენ, მათთვის ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო თამთა ჯაფარიძე. ახლა კი გავხსნათ არენა მწვავე დისკუსიებისათვის დავისაუბროთ თემაზე, რომელსაც ქვია მეორადი ქალიშვილობა. ბატონო გივი, თქვენ გადაცემის პირველ ნაწილში საუბრობდით, რომ მეორადი ტანსაცმლის შეძენის სურვილიც კი არ გაქვთ. მე აი კონსტიტუციაში ჩავწერდი, რომ ყველა ესეთი ქალბატონი და ყველა ესეთი მამაკაცი ექიმი არის დასაჭედი უპირველეს ყოვლისა, იმიტომ ისინი მორალურ შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას. ექიმი რა შუაში ადამიანს თუ გააჩნია ამის სურვილი? როგორ არ არის შუაში? ეს რო არ არსებობდეს ესეთი რამე, რო ესეთი რამე არ ხდებოდეს. მაშინ ხო არ მოხდება ეს, არავინ არ მივა, ხო? გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში მივიღებთ ალბათ. რამდენი 1000 ექიმია მსოფლიოში, ვიცით? გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში მივიღებთ, როდესაც ხალი ამას აკეთებს, ცოტათი ადვოკატად დაუდგები იმ ქალებს, ეს იმიტომ ხდება, ჩემი აზრით, რომ პირველი მამაკაცი, ვინც უნდა, ანუ ვინც თვლის, იმას უკეთებს დიდ სიურპრიზს, თუ უყვარს მას ის კაცი, ხო, და იცის თუ ის ცოტათი აზიატია, მოდი ესე ვთქვათ, და პირველი უნდა იყოს ის საჩუქარს უკეთებს. მე ესე ვფიქრობ. პირველი საჩუქარი ისე რომ მასხრად იგდებს. პირველი ხალიდანვე მასხრად იგდებს. შეიძლება მას, მაგრამ თუ ეს პირობა იყო მამაკაცის, რომ ის მოიყვანს, გინდა თუ არა ქალი და დაუშვათ იმან იცხოვრა ძალიან ცუდად იმ ქალმა და გადაწყვიტა იმის მერე რომ დაიწყოს სხვა ცხოვრება და უნდა რომ აჩუქოს იმ მამაკაცს მთელი თავისი
ცხოვრება და ამ ქალმა ეს ოპერაცია გაიკეთა რა არის ამაში ცუდი ხმაროთ რა ამ წესიერმა ქალმა მესმის მაგრამ ეს ხო სხვა ტყუილია ეს ძალიან სხვა ტყუილია კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მე თუ მიყვარს ის მიყვარს ყველანაირ ეს თქვენ არა ქალიშვილიც მაგრამ თუ მე ვარ ვიღაცა აი მასხარა ხო მაშინ მე ის არც ისე მიყვარს არც ესე არ მიყვარს და ვთვლი რომ ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული გოგონასთვის რომელიც მიდის ეკიმთან რომ მას ეს აკადრონ ჯერ ესეთი ეს არის უკადრისის აქცია დოდეშკა გისმენთ ერთი მე მინდა ვთქვა რომ ქალწულობა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა მე ვფიქრობ რომ ეს არის სულიერი მდგომარეობა მე მაგაზე შინაგანობაში ვილაპარაკე რომ სულიერი მდგომარეობაა მე შესაძლებელია რომ გოგონა ერთხელ შეცდა და ამის შემდეგ იგი აბსოლუტურად მართლაც უმანკოთ იქცეოდა და აბსოლუტურად არც ერთხელ არ შემცდა რა ამის შემდეგ მას მართლაც დაუყენეს სინადადება მის სინადადება რომ აუცილებლად უნდა იყოს ქალიშვილი ასეთ შემთხვევაში მართლაც მას ჭირდება ფსიქოლოგი მაგრამ რატომ არ უშვებთ იმასაც რომ შეიძლება ბავშვსაც ჭირდება ფსიქოლოგი რომ აუხსნათ ან და ბინმე ისეთი რომ აუხსნას იცი რა აი შეხედე ამ ქალს როგორიც არის თუ გაგიჟდები ნუ მიიღე ისეთნაირ მე მესმის რომ გოგომ თავის თვითონ და გადაწყვიტოს ეს და გაუბედოს და უთხრას ამ კაცს და ხო აი ხდება ესეთი შეიძლება ძალიან ახალგაზრდა მართლაც ისეთი სულიერი ტრამვა მიიღო მაშინ როდესაც პირველად შეცდა და არ ითხოვა იმ კაცმა და პრობლემა იცით რა არის რომ საზოგადოება მხოლოდ ქალს ანიჭებს პასუხისმგებლობას და იმ ვაჟს რომელმაც მიატოვა იგი იმას არ ანიჭებს აკისრებს პასუხისმგებლობას აი ეს არის პრობლემა მე გავაგზავნე თუ შეიძლება თქვენ ნათქვამს ძალიან ლამაზი სურათი დახატეთ კინაღამ გული ამიჭუხდა როცა ამ ერთი შემთხვევა მხოლოდ ეს შემთხვევები არის ქალები რომლებიც ქალიშვილის მომდიოდა პირდაპირ ლაპარაკი უკაცრავად უმანკო ქალწულის მდგომარეობა დავინახე ძალიან ნათლად და მას მხარში ამოდგომა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დახმარება სჭირდება მაგრამ ისე ნუ დავხატავთ ამას ახლა სხვა კუთხიდან შევხედოთ რამდენადაც ტექნიკა გინეკოლოგების მე ექიმებს უნდა გამოვესარჩლო ამ შემთხვევაში აქ ექიმები არაფერ შუაში არ არიან ექიმები აკეთებენ იმას რასაც მათ თხოვენ ამ შემთხვევაში ეს მარტო ამ კონკრეტულ ორგანოს არ ეხება ექიმი უამრავ რამეს აკეთებს ბევრ რამეს კორექტირებას ახდენს და ამდენად აქ ექიმი არაფერ შუაში არ არის მე ვერ გავიზიარებ ბატონი გივის წინადადებას ამ ექიმების ამოწყვეტის თაობაზე ამოწყვეტა არ მithვია მაგრამ პასუხს ვაგებინებ პირობითად ხო პასუხს აგებინებთ ეხლა როცა ამდენ 1000 ასეულ 1000 ექიმს საქართველოში თუ არ იქნება ეს შესაძლებელი ერევანში წავა ბაქოში წავა არა ლეგალური მსგავსი ამაზე ნუ იმშელებთ ეს არ არის საკამათო მეორე სიკეთე მოსდევს ამას კიდევ ის რომ თქვათ ქალიშვილი ფიქრობს დაუშვათ ასე არ არის ისეთი კტემამოსილი როგორც თქვენ დახატეთ ქალბატონო დოდო მაგრამ არის ისეთი არაუშავს ვიხტუნავებ ცხილივით რამდენიც მინდა რამდენ კაცრაც მინდა ვიგრიალებ ბოლოს გავკერავ და გავთხოვდები ვიღაცა ქაჯს და იმის შემდეგ ჩვენ ესეთი შემთხვევა განვიხილეთ მეტწილ შემთხვევაში ეს ხდება ასე დიდი მადლობა სარეკლამო ბაზარზე ძალიან ძიმე დანაშაულია რა პრობლემას ვაწყდებით ეს არის პრობლემა როდესაც ქალი თავიდანვე ატყუილებს მამაკაცს რომელთანაც შემდეგ აპირებს სიცხოვროს წლების განმავლობაში თუ რეალურად არის პრობლემა მამაკაცებშიც რომლებსაც არ სურთ გაუგონ თავიანთ მეორე ნახევრებს რომ მათ ოდესღაც ქონდათ გარკვეული შეცდომა დაშვებული მე ვფიქრობ რომ პრობლემა არის საზოგადოებაში პრობლემა არის მათ მშობლებში მეზობლებში მე გეტყვით რომ საქართველოში ქალების უმრავლესობა საკუთარი პირადი ცხოვრებით არ ცხოვრობს. ყველა ცხოვრობს რა სიტყვის მის გვერდმცხოვრები, რა სიტყვის მისი მშობელი, მისი მეგობრები და გარემოცვა საერთოდ. რა იარლიყი მიეკერება მას იმის შემდეგ დაუშვათ, როცა მას აი ესეთი ტრაგედია შეემთხვა თუნდაც და დაუშვათ თავისი სურვილით არ მოახდინა ეს. სანამდე საქართველოში იარსებებს ეგრეთ წოდებული ზეწრის ინსტიტუტი. ძალიან ცუდი სიტყვაა ეს თქვენ წინა ბლოგში ბრძანეთ და ყველაფერს ინსტიტუტს მიაწერეთ, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ჯერ კიდევ ზეწარი აუცილებლად უნდა ნახოს დედამთილმა.
შეიძლება ეს პროცენტულად თუ ყავს. თუ ზეწარი არ ნახა, აუცილებლად მისი მეგობრები და ქალები შეიკრიბებიან და დაიწყება ლაპარაკი. ეს იმის შვილია? ანუ ჩვენ გარკვეულწილად ვართ გარემოცვის და საზოგადოების მიცვალებელი. ეს არის ეს ყველაფერი, ეს ჰიმენოპლასტიკა, ეს მეორადი ქალიშვილობა ეგრეთ წოდებული, ჩემი აზრით, საზოგადოების მოთხოვნილებაა. ჩვენ ქართველებს ერთი უბედურობა გვჭირს მთელი ჩვენი ცხოვრება რა. ყოველთვის მოხწონს სხვისი და ჩვენი არაფერი არ არის და ყველაფერი ნაგავია. მე ჩემი ის რაც თქვენთვის ნაგავია, ჩემთვის არის ყველაზე წამოყარი. ჩემთვის პატიო. არა, ჩვენ თქვენ ვერ გაიგეთ, თქვენ ვერ გაიგეთ მე რა. მე ძალიან ყველა კონტექსტში იცავთ ყველაფერს რაც უნდა გავწერო. ერთი წუთით ნუ ნერვიულობ ძალიან გთხოვთ მე შემიძლია ერთ სიტყვას დავამატებ თქვენზე ნაკლებად ერი არ გვიყვარს ჩვენ დაგერა მე უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი ქალბატონი მსხვერპლი გახდა იმისა რომ მას დედამთილი უბრალოდ სახში არ შეუშვებდა თუნდაც იმიტომ რომ ის ერთხელ იყო გათხოვილი და შეცდა ყველა დედამთილი მოითხოვს რომ მის ძირ ძალიან აუცილებლად უნდა იყოს ქალიშვილი მე არ ვლაპარაკობ არა ნუ განაზოგადეთ ძალიან ყველა სიტყვას მიხმართ რა მე უბრალოდ მინდა ასაკი დავაფიქსირო მე მინდა ვთქვა აი ეს გლობალიზაციამ და ევროპიზაციამ მოიტანა არასწორი გაგება იმისა რამდენად შეიძლება იყოს ქალიშვილი ან არ უნდა იყოს ქალიშვილი გოგონა როცა სქესობრივ ცხოვრებას 13-14 წლის ასაკიდან იწყებენ ეს არის პათოლოგია ცხოვრება არ არის ჩამოყალიბებული ადამიანი ფიზიოლოგიურად არ შეიძლება სექსოლოგს კითხოთ ბატონო ზურაბ როდესაც მსგავსი სტერეოტიპები იქნება საზოგადოებაში ეს ადამიანები ხდებიან თუ არა რეალურად საზოგადოებრივი აზრის მსხვერპლი რომლებთან საზოგადოება აიძულეთ გადადგან ეს ნაბიჯები რა თქმა უნდა ცალსახად შეიძლება ეს ითქვას უფრო მეტიც ესეთი ადამიანები სტიგმატიზირებული ხდებიან სტიგმა ეს არის დაღი ესე იგი დადაღულები არიან ესენი საზოგადოების მიერ რაც თავისთავად მათ ყოფას ხშირად ფსიქოლოგიურად გაუსაძლისად ხდის რომელიც სხვათაშორის მძიმე ფსიქიკური მოშლობის შეიძლება გახდეს მიზეზი და გარდა მაგისა მე მაინც მინდა დაუბრუნდე თავიდან ასე ვთქვათ პრობლემას თვითონ ქალწულობის ინსტიტუტი რა არის ქალწულობის ინსტიტუტი ეს არის ფაქტობრივად ქალის ქცევის ნიშანი კერძოდ ის ქალი რომელსაც საქალწული აპკი შენარჩუნებული აქვს თქვათ ესე გარღვეული არ აქვს ის ითვლება უკვე აპრიორი ითვლება რომ ის არის პატიოსანი მაგრამ არის კი ესე სამწუხაროდ საქალწულო აპკის მთლიანობა სრულიადაც არ ნიშნავს ხშირ შემთხვევაში სრულიადაც არ წარმოადგენს სექსუალური ქცევის კონკრეტულად ამ ქალის სექსუალური ქცევის არ უბედურება ხდება აჯელუარესი ვიდრე ქალწულობა არა მე მაგ ისეთ ქალწულზე ლაპარაკი ვინც ამორალური არ არის და ნაღდათ არის ქალწული და არ არის მაიმუნი დავასრულებ ბატონგივი დავასრულებ თუ შეიძლება მე მართალი ქალწულეთ კი გეუბნები ამიტომაც არ არის აი რომ ბატონმა გივიმ რომ ბძანა ხო საქალწული აპკის მთლიანობა იმიტომაც არ არის მყარი ნიშანი ქალის ქცევისა რომ უბრალოდ ელემენტარულად საქალწული აპკი შეიძლება დაზიანდეს კიდევაც ადრეული ბავშვობის ასაკში. სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვების დროს, ვარჯიშების დროს, სამედიცინო манипуляციის დროს შეიძლება დაზიანდეს. არ შეიძლება? აი დამეთანხმება კოლეგები რომ ეს სავსე. თუმცა ჩვენს ქვეყანაში არის შემთხვევები, როდესაც შემდეგ მეუღლეს თავისი მეორე ნახევარი მიყავს ექსპერტიზაზე, რათა შეამოწმოს, როდის დაკარგა მან ქალიშვილობა. ახლა ჩვენ სტუდიაში შემოგვიერთება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, რომელიც თავად გვამბობს მსგავსი ისტორიების შესახებ. ალბათ ნინო, რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც თქვენთან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოდიან ადამიანები და ითხოვენ, რომ მოხდეს იგივე მათი მეუღლის ან ქალბატონის საქალწული აპკის შემოწმება. ესეთ შემთხვევები ჩვენთან ტარდება, რასაკვირველია ესეთ შემთხვევებში ექსპერტიზები. აი მიმდინარე წელს მაგალითად 140 შემთხვევა იყო ესეთი. 140 ჯერ მოხდა შემოწმება. ძირითადად ვინ ითხოვს შემოწმებას? ეთხოვენ მეუღლეები, მშობლები, დედამთილები. ძირითადად მამამთილები. და რა თხოვნით მოდიან თქვენთან? თხოვნით მოდიან რომ დავადგინოთ არის თუ არა ქალწული, ანუ დარღვეული აქვს თუ არა საქალწული აპკი და თუ დარღვეული ქალიშვილია თუ არა გაარკვიონ? დიახ. ნამდვილად დაუჯერებელია ამბავი, როდესაც ახლა თქვენ გვიამბეთ იმის შესახებ, რომ მეუღლე ითხოვს თავისი ცოლის შემოწმებას. ძირითადად აი რა განმარტებით მოდიან თქვენთან? რას გეუბნებიან ექიმებს? აი რატომ გაუჩნდათ ამის სურვილი? ჩვენ განმარტებებს არ ვთხოვთ. ისინი ამ განმარტებებს რა თქმა უნდა არ გვაძლევენ. ჩვენს წინაშე დასმულ საკითხებს ვთქვეთ უბრალოდ
ან გამოძიების მიერ დადგენილების საფუძველზე, ან პირადი განცხადების საფუძველზე. რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც თქვენთან ქალბატონი იგივე მეუღლე მან დედამთილმა მოიყვანა ექსპერტიზაზე და ექსპერტიზის პასუხი დადებითი რომ ის არ იყო ქალიშვილი. ასეთი სახის ექსპერტიზები რომ ტარდება, იქიდან დაახლოებით რამდენია? დაახლოებით 50%. არის სარღვევი. ძირითადად თუ შეგვიძლია ვისაუბროთ, ხშირ შემთხვევაში მეუღლეს მოყავს ეს ადამიანი თქვენთან ექსპერტიზაზე, თუ დედამთილის ძალადობა ან მსგავსი ოჯახური კონფლიქტების გადმოტანა ხდება ექსპერტიზის საგანებაში. როდესაც პირადი განცხადებით ინიშნება ექსპერტიზა, კერძო პირი ნიშნავს, ასეთ შემთხვევაში თვითონ მოდის შესამოწმება, შეიძლება თანხლები პირი ვინმე ყავდეს. და თუ დაუშვათ გამოძიების მიერ არის დანიშნული, ასეთ შემთხვევაში რასაკვირველია შესამოწმებელი პირი უნდა იყოს და აქაც აუცილებელი არ არის მას მოყვებოდეს ფიზიკურად შემოწმების დროს ვინმე მისი ნათესავი ოჯახის წევრი. გისმენთ და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალბატონი კი არ არის ქალბატონი. ეს არის რაღაც არ ვიცი, ნიფთადაც იყო მოხსენიებული ბევრჯერ, გინდაც ხორცის ნაჭერი და გინდაც რაღაც ხეცი, რომელიც კარგად უნდა შეამოწმო, კარგად იფიქრო, გაწყობს თუ არა მისი ყიდვა და შემდეგ შეიძინო. უკაცრავად მე ახსენდება ყოველთვის აი ეს ახლა ვიხსენებდი უფრო სწორედ, როდესაც ვიყავ ინსტიტუტში სწავლობდი, ანუ ესე ტერმინი გქონდა ჩვენ ბიჭებს, ასე ვთქვათ, როდესაც გოგონებს იცნობდი და ეხლა რო ვფიქრობ, თურმე ეს იყო მამის, ანუ გამოკვლევა რა, როდესაც მივიდიოდი გოგოსთან, ეუბნებოდი ბოიფრენდი ყავს? ანუ შენ გაინტერესდა ის გამოცდილია თუ არა, ის იმას კი ეკითხებოდი შენ კახვა ხარ თუ არა. ან მამაკაცისთვის ზოგჯერ მნიშვნელობა აქვს ის ქალი გამოცდილია თუ არა. ის იმან შეიძლება 1000 რომანი კონდეს და უბრალოდ ერთი ხელით აი ესე დაგიძახოს და ყველაფერს თავი გაანებო და მიხვიდე, იმიტომ რომ იცი რომ მაშინ რაღაც ღირებული არის. შეიძლება იყოს ადამიანი ქალიშვილი და საერთოდ არც გაიხედო მისკენ ეს რაღაც ორი ძალიან უკიდურესი რაღაც შემთხვევაა. ანუ ერთ ჭრილში ყველაფერზე ესე საუბარი. მე თვლი რომ მანდილოსანი ისედაც ლამაზია, ის ქალიშვილია თუ არა. გაჩნია შენ რა გინდა მისგან? ესე ძალიან წინააღმდეგი ვარ მე და მარაზმი მიმაჩნია ეს ყოველგვარი გაკერვები და რაღაცა უბედურებები. მაგრამ საშინელება აი ეხა ისე გაბრასდი რომ რაღაცა გადავირიე რომ რა უბედურება რომ ქალს მოკიდებ ხელს და მიქხას. და ის რომ მიდის. და ისიც რომ მიყვება და მე და რო აღმოჩნდება კიდე 50% რომ თუ რას მიყვება კაცო უთხარი სახში იქცემოს არ გირჩევნია თუ იქცემოს სახში. ეს ერთი. მეორე ფაქტს კიდე. და ეს არის ორ კატეგორიად უნდა გავყოთ ნოდარ აუცილებლად ეს ქალები. ერთი რომები დანავარდობს და წილი იხმარეთ თქვენი თქვენ სიტყვა. არ მიხმარია და წილი სიტყვა არა, წილი ბრძანეთ. სიტყვა წილი იხმარეორებს, მაბრალებს გივი შეხედე. ნუ წილი ბრძანეთ. ასეთი რამე არავის არ დაუბრალებია. ისი ხმარება გამიგონია, მაგრამ წილის ხმარება? არა, წილი ახსენეთ. კარგი, გეთქვა. ნიკა რომ სიტყვა წილი გამოიყენეთ, ან სიტყვა წილი ბოლოს და ბოლოს იხმარება. კარგი, წილი იხმარე ეს რა არის? ესე იგი, შენ იხმარება აღლინჯო თუ გაიგე? არა, კარგი. ესე იგი, ნოდა. ერთი რომელმაც იცის რომ მე რაღაც არ უნდა გააკეთოს ის როცა გათხოვებას გადაწყვეტს და მისი ქრისტის თუ იქნება ეს მნიშვნელოვანი წავა იმ ექიმთან და ამ საქმეს გააკეთებს და მეორენი რომლებიც რაღაცა უბედურება მოხდა არ გაუმართლა ან რაღაცა და უცბად მეორეც თხოვდება და მისი ქმარი დაჟინებით ითხოვს რომ რას უნდა იყო ქალიშვილი და რაღაც ხო მეორედ გათხოვების შემთხვევაში კაცო არ გამაგიჟო არა და არის ის თქვა რომ ის ან პირო ხო მალავენ დოდუშკა არ მომხდარა ეგეთი უამრავი შემთხვევა ამიტომ ესეც ეს ყველა რო ერთიანად თქვა აი ბრძანა წეგან ქალბატონმა რომ საშინელ მდგომარეობაში მოდიენო სუნუ მივლენ და ეს უკეთესი იქნება მაგრამ ნუ თუ მიდიან მაგრამ მახსენდება ერთი ანეკდოტი რომელიც რომ არ მოუყვე არაფრით არ შემიძლია გურულმა ქალმა ბრძანა რომ ამ მეორე ქმრის ზემნაში ქეგაბოზდი გენაცალეო და ამიტომ უნდა დაფიქრდე ჩამოყალიბდე რა გინდა ყველაფერი შეიძლება არავინ ამისთვის არ დაგზრახავს მაგრამ აი ეს რაღაცა მისვლები კერვა ექსპერტიზა ექიმი ძალიან შეურაცხყოფია აი ცოტა გულისამრევია საშინელება გასაგებია თუ შეიძლება დიონას მოусმინოთ ქალბატონს დაუთმოთ ბატონლევანდია ბოდიში მე ხლა ისეთ რაღაცას ვიტყვი ძალიან ჩამეკეტა უკვე ტვინია ქალიშვილი ექსპერტიზა კარგით ხალხნო რა 21 საუკუნეა უნდა გასინჯო აბა იმპოტენტი რო შეხვდეს იმ გოგოს ქმარი გაუბედურებულია მთელი ცხოვრება დაღიაზის ის გაყრა აუცილებელია პარტნიორის გაცნობა კარგით დიონა გასინჯვა გასინჯვაზე წინააღმდეგი სასტიკი წინააღმდეგი
სიტუაციაში შემოგეჭმება ყველაფერი. თამთა დემურიშვილის შემდეგ ალბათონი დოდო ხურცილავა საკმაოდ საინტერესო ისტორიებით იცით რა, აი ზუსტად რა თემაზეც მინდოდა მივსულიყავი, გადავიდა აგერ ეს ქალბატონი. მე მინდა დავაყენო საკითხი ესე. დღეს ძალიან ისე აქტუალურად დგას, უნდა გყავდეს ბოიფრენდი, გოგონები ძიების პროცესში არიან, იქნებ შეგხვდეს იმპოტენტი, როგორც თქვენ ბრძანეთ. მე ხლა აი დარბაზს მივმართავ, აქ არის ახალგაზრდობა სტუდენტები. კითხვა მინდა დავსვა ბიჭებისთვის შემდეგნაირად. რამდენად გექნებათ სურვილი ბიჭებო თქვენ იმის, რომ თქვენი შვილები გოგონებს გულისხმობ, გათხოვებამდე 25 წლის ასაკამდე თუნდაც, რამდენიმე ბოიფრენდის ხელში იყვნენ და მათ ძიების პროცესი ჰქონდათ, იქნებდა იმპოტენტია, შეხვდა ერთი იმპოტენტი, შეხვდა მეორე რაღაც საშინელი, შეხვდა მესამე ისეთი, რომ რაღაცა სექსში ვერ შეეწყვნენ, ხშირად ამბობენ ამას და ბოლოს და ბოლოს იქნება ჩამოყალიბდეს მეხუთე მეექვსეჯერ, მაგაშიც ვერ დაგეთახეთ. ერთი კითხვა დავამთავრებ. მე მინდა ბიჭებმა ამაზე მიპასუხოთ. გინდათ თუ არა თქვენ გოგონებს, შვილებს ყავდეთ, ქონდეთ ესეთი პირადი ცხოვრება. ეს ერთი და გოგონებს მინდა ვკითხო შემდეგი. მოდი ჯერ ამ კითხვაზე გვიპასუხონ, ვისაც გაქვთ ამის სურვილი. ბიჭებს აი მინდა თუ თანახმა ხართ რომ თქვენ ესეთი შვილები ყავდეთ, გოგონები ხელი აწიეთ. რომ ესეთი ძიების პროცესში იყვნენ. გასაგებია, შემდეგი კითხვა მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ბიჭები ესე ფიქრობენ. და მეორე კითხვა მაქვს გოგონებთან. გოგონებო, ძალიან გთხოვთ გულწრფელად მიიმპასუხეთ. თქვენთვის რა უფრო მისაღებია ყავდეთ ბოიფრენდები თუ იმყოფებოდეთ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რასაც ქვია ჯურის დაწერა, ხელის მოწერა და ჩვეულებრივი ლეგალური ადამიანური სიყვარულით შექმნილი ოჯახი. აი ეს მაინტერესებს. ერთი წუთით რა. მე მაინტერესებს. გასაგებია, ვის უნდა ყავდეს ბოიფრენდი? ვის უნდა ყავდეს ბოიფრენდი? ასეთი არავინ არ არის, ვის უნდა იყოს ლეგალურ ქორწინებაში. ანუ მე გოგონებს და ბიჭებს ორივე მხარეს აი მუხლი მოუყარო და მადლობა უთხრა მათ ასეთი მოხდა. თქვენ დარწმუნებული ხართ რომ ყველანი გულწრფელები არიან აქ? დამიჯერეთ რომ გქონდეთ ნებისმიერ ადამიანს ყავდეს ბოიფრენდი და გქონდეს სექსი ელემენტარულად, ხო? მაშინ ხელს არავინ არ აწევდა დამერწმუნეთ ამაში. არავინ არ აწევდა. გამომივიდეს რომ ვიღაცის წინააღმდეგია. ძალიან რომანტიულია თეთრ კაბაში, როდესაც უბიწო შედიხარ ტაძარში იწერ ჯვარს და მე ხდება ეს ყველაფერი. ეს ძალიან ამაღლებული და რა თქმა უნდა ყველა ქალს უნდა რომ მისი ცხოვრება ასე ლამაზად დაიწყოს. მისი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოხდეთ სწორედ ამ ცერემონიალის შემდეგ. მე არაფრის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ აქ იცით რა ხდება? საგარეო პატიოსნება აქ ხალხს რა. მე ამ ბავშვებზე არ ვლაპარაკობ, რომ არ ეწყინოთ. საგარეო პატიოსნება და ამაშია ყველაზე დიდი უბედურება. რეალურად ეს პრობლემა არ არის მხოლოდ დღეს დაწყებული პრობლემა. ეს იყო შუა საუკუნეებიდან მოყოლებული პრობლემა. დოდოშკა ხურცილავა მოვიდა დღეს ჩვენთან სტუდიაში, რომელმაც მოიძია სპეციალურად ჩვენი გადაცემისათვის ინფორმაცია, რა პრობლემას აწყდებოდნენ ძალიან დიდი ხნის წინ, საუკუნეების წინ ქალბატონ დოდოშკა, როდესაც დღის წესრიგში დგებოდა იგივე ქალწულობის პრობლემა. როდესაც ლაპარაკი იყო, აი მიყვებაო ქალიო იმისთვის რომ ექსპერტიზა ჩაიტაროს, ეს ხო დალექილია. 1000 წლეულების მანძილზე არის დალექილი, იმიტომ რომ ქალწულობაზე იმ დღიდან გადაცხადეს მამაკაცებმა პრეტენზია, როგორც კი მიხვდნენ, რომ ისინი არიან ქვეყნის მმართველები. და აქედან გამომდინარე, ამ სამყაროს მმართველები არიან. აქედან გამომდინარე, მას უნდა რომ ყავდეს ერთი ქალი და ის ქალი იყოს მისი და სხვისი არ არის. ეს იყო გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ამას ქონდა რიტუალური დატვირთვა თავის დროზე, მე ეს გადავიდა სუფთა სოციალურ პრობლემებში. რაც გარკვეული წარმართობის ეპოქაშიც ქალწული თუ არ იყო ქალი, მაგას ძალიან სერიოზული პრობლემები ექნებოდა, უბრალოდ ქვებით ჩაკოლვამდე მიდიოდა საქმე. შემდეგ ქრისტიანობამ ეს კიდევ უფრო გააძლიერა, იმიტომ რომ ქრისტიანობისას აბსოლუტურად მიუღებელია სექსუალური ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის, თუ შვილი არ მოყვება ამას მხოლოდ ეს დანიშნულება ქონდა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ დაახლოებით ეს მე-19 საუკუნემდე ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა ხდებოდა თვითონ, იმიტომ გადმონაშთები იყო, წარმართობის გადმონაშთები მაინც იყო დარჩენილი, იმ თვალსაზრისით, რომ ქალები და ბიჭები და გოგოები მაინც ქორწინება აი ჯვრის წერამდე ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. ამას ჰქონდა რა მნიშვნელობა? ეს საიდან მოვიდა უფრო სწორად? იმიტომ რომ პირველი ღამის პრობლემა შეიქმნა. ანუ სიუზერენი თავის
ქვეშემდომების გოგონებს აუცილებლად პირველ გამის უფლებას ართმევდა. და იმისათვის რომ ქრისტიანული ჯურისწერის დროს არ მომხდარიყო, არ გამხდარიყო სიუზერენისთვის რომ გოგონა თხოვდება, ამიტომ ბანამდე სანამ ქორწინება მოხდებოდა ეს გოგონა ბიჭი ერთმანეთთან ურთიერთობდა. თოდესკან დობის პრობლემა მარტო დღეს ჩამოყალიბებული სტერეოტიპი არ არის. არსებობდა ეს პრობლემა ძალიან დიდი ხნის წინ, თუნდაც ერთგულების კამრები სულ ცოტა ხნის წინ. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ კიდევაც ეს კადრები, როდესაც ვენაში გამოფინეს სხვადასხვა ქვეყნებიდან ამოღებული ნაირსახეობა ერთგულების კამრების. ჯვაროსნულობებში მიდიოდნენ კაცები და დიდი ხნით მიდიოდნენ ძალიან და ერთგულების კამრები შემოიღეს, ძალიან მძიმე, ალბათ ძალიან მძიმე მომენტია, ძალიან შეურაცხყოფელი და იდიოტიზმი საშინელება, როდესაც არ გენდობა კაცი, ალბათ ძალიან რთულია. თუმცა ამ კამრების გახსნას როგორღაც ახერხებდნენ, కానీ მაგაზე არ იდარდოთ. თუნდაც მჭედელი იტოვებდა მეორე გასაღებს. აბარა, მე თუ რა საკვირველია. საერთოდ ასე მოხდა, რომ კაცებმა დაგვაკისრეს აი ეს ტვირთია თუ არა მე არ ვიცი. არ მინდა ამას ტვირთი უწოდო, იცით? იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ქალმა ბოდიშვიხდი თქვენთან, მაგრამ ქალმა ინტერესის გულისთვის და ცნობის მოყვარობის გულისთვის კი არ უნდა დაამყაროს მამაკაცთან, არამედ სიყვარულის გამო უნდა დაამყაროს. ძალიან დიდი მადლობა. ყოველთვის ეს გარკვეული თვალსაზრისით ერთგულებასთან ასოცირდებოდა და გებელსმა თქვა სხვათა შორის ძალიან გაგვიჭირდება საბჭოთა კავშირთან ომი, იმიტომ რომ ქალების 80% არის ქალიშვილი. რატომ იღებენ ეს ქალები ამ გადაწყვეტილებას? რატომ არის თუნდაც დღეს აქტუალური საქართველოში მეორადი ქალიშვილობა? რატომ დგამენ ამ ნაბიჯს? ან თუნდაც რატომ არის ეს სტერეოტიპი ამ ქალიშვილობასთან დაკავშირებით და რა მნიშვნელობა აქვს? ქუჩაში სპეციალურად ჩვენთვის ჩვენი კორესპონდენტი გავიდა და ახალგაზრდა ყმაწვილებს კითხა, მოიყვამენ თუ არა ისინი ცოლად, არა ქალიშვილ ქალბატონს. პასუხები შეგვიძლია ახლა ეკრანზე. არა ქალიშვილს არანაირი ვარიანტი. არც მე. რატო არ მოიყვანა? ოჯახისთვის მიუღებელი იქნება. პირველ რიგში. შენი ოჯახისთვის? დიახ. ანუ ცოლს ოჯახის? კი, ოჯახის ინტერესებს ვიცავ მე და მაგით. არა. რატო არ მოიყვანა? არასოდეს. რატო უნდა მოიყვანო არა ქალიშვილი? უბრალოდ არგუმენტი მიხარ, რატო არ მოიყვანა შენი აზრით? სხვისი ნახმარი არ მინდა რა. ალბათ, გააჩნია გოგოს. ანუ მოიყვანო თუ არა? ალბათ კი. დიახ, მოიყვანა თუ არა. აქვს ანუ მნიშვნელობა შენ ქალიშვილს? კი. რატო? არა. რატო? ქართულ ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და მაგიტო. რა თქმა უნდა არა. თუ შეგიყვარდათ, მაინც არ მოიყვანა? არა, რა თქმა უნდა არა. დიახ. არა. მოიყვანით თუ არა ცოლად არა ქალიშვილ გოგოს? არა. რატომ არ მოიყვანით? არა ასასრული. და არგუმენტი რა გაქვს რატომ არა? არა. შენ მომყავს და ისაც ასეთია საზოგადოებრივი აზრი, ასეთია განწყობა თბილისის ქუჩებში. ბუნებრივია ეს არის იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც ჯერ ახლა უნდა დაქორწინდნენ. ეხლა ამას რო ნახავენ, ლეხანდელი გოგოები, ვინც გაკერვაზე ორჭოფობდა და ფიქრობდა, სულ ყველა გავარდება, კლიენტები მოემატებათ იმას. უნდა კონდეს საშუალება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ფიქრობს, რომ მისი პირველი ქალი უნდა იყოს ქალწული, მას უნდა კონდეს მაგის უფლება, რომ ეძებოს ეს ქალწული და მოიყვანოს. და ასევე ვისთვისაც არ არის ეს პრინციპული, მასაც უნდა კონდეს ამაში თავისუფლება და არამც არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს სტიგმატიზირებული და მე მინდა იცით ეს ყველაფერი დავასრულო სექსოლოგიის, ასე ვთქვათ, კლასიკად წოდებული ესე იგი ვილიამ მასტერსის და ვირჯინია ჯონსონის კლასიკური ნაშრომიდან ციტატა მინდა დავიკითხო. ეს არის ესე იგი სექსოლოგიის საფუძვლები, ეს უზარმაზარი 1200 გვერდიანი მონოგრაფია არის. აი ესე ლაპარაკობენ ეს ხალხი. არ შეიძლება არსებობდეს სექსუალურ ფასეულობათა ისეთი სისტემა, რომელიც ყველას და ყოველთვის შეიძლება მიესადაგოს. აქედან გამომდინარე სექსუალობასთან მიმართებაში ვერც ერთი მორალური კოდექსი ვერ იქნება სრულყოფილი და გამოსადეგი ყველა შემთხვევაში გამოსაყენებლად. ესე იგი, საჭირო არის მეტი ტოლერანტულობა. საჭირო არის ესე იგი ძალიან მიზნობრივი მიდგომა ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ამ საკითხისადმი და აქ რა თქმა უნდა პრინციპულად დგება სექსუალური განათლების საკითხი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია საქართველოში. ბატონო, ჩვენ ახლა ვნახეთ ქუჩის გამოკითხვა საქართველოში, თუმცა ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეულწილად ეს არის ქართული პრობლემა, ანუ როდესაც ახალგაზრდებს თუნდაც იმის გამო, რომ არ აქვთ ინფორმაცია, უჩნდებათ მსგავსი განაცხადის სურვილი, იმიტომ რომ ჩვენმა სპეციალურმა კორესპონდენტმა ევროპაში სოფო ზურაბიანმა იგივე კითხვით მიმართა ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ბრიუსელში და ახლა შეგვიძლია ვნახოთ, როგორია რადიკალურად განსხვავებული პასუხი. It's necessary to be married
სანამ დაქორწინებას გადაწყვეტ აუცილებლად უნდა გქონდეს გოგოსთან ახლო კონტაქტი, რომ სწორად შეარჩიო შენი მეორე ნახევარი. არასწორია ცოლად მოიყვანო ის, ვისთანაც პირველად გექნება სექსუალური კავშირი. ფიქრობ, პარტნიორთან ურთიერთობა დაქორწინებამდე აუცილებელია. მე მაგალითად მყავს ებრაელი მეგობრები, რომლებსაც რელიგია ქორწინებამდე სექსუალურ კავშირს უკრძალავს. ამიტომ ადრე თხოვდებიან და ძალიან ხშირად ინგრევა ასე შექმნილი ოჯახები. თუ ქორწინებამდე სექსი არ გაქვს, ეს ნიშნავს, რომ სექსი გაქვს ძალიან გვიან. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ქორწინებამდე გაგიჟდები და გახდები იმედგაცრუებული. აქედან გამომდინარეობს უცნაური ქმედებები და ეს არაბუნებრივია. კი, ფიქრობ, რომ აუცილებელია სექსუალური კავშირის ქონა ქორწინებამდე. შეიძლება ითქვას, არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ქორწინებამდე სექსისგან თავშეკავება სისულელეა. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც გოგო ქალიშვილი გათხოვდება, განსაკუთრებით ტრადიციულ ქვეყანაში, რადგან სექსუალური ცხოვრება წინასწარ ხშირად დაშორებით სრულდება. ამიტომ ჯობია თუ ერთმანეთს ჯერ ქორწინებაში გამოვცდით. ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური კავშირი ქორწინებამდე. მე არ უნდა აღმოაჩინოთ ერთმანეთის შესახებ რაღაცეები. ფიქრობ, ძალიან დიდი ხნის ურთიერთობის შემდეგ ადამიანთან დასაშვებია სექსუალური კავშირი, მაგრამ არა პატარა ასაკში. ვფიქრობ, ეს საკითხი მნიშვნელოვანია რელიგიური ადამიანებისთვის. მე პატივს ვცემ მათ აზრს, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან საშიშია გამოცდილების გარეშე დაქორწინება. მნიშვნელოვანია თუ არა, რომ ჩემი საცოლე ქალიშვილი იყოს? თუ ეს მისთვის არის მნიშვნელოვანი, იყოს. მე პატივს ვცემ მის არჩევანს, მაგრამ არ ამგონია ასეთი შემხვდეს. ქალიშვილობის ინსტიტუტი ჩემთვის პირადად არა, მაგრამ ინდოეთში მნიშვნელოვანია, მაგრამ ალბათ 25% ამას არ იცავს. დანარჩენები მაინც მკაცრად მისდევენ ტრადიციებს. მე არ ვარ ქალიშვილი, არც გათხოვილი და შესაბამისად, ჩემი აზრი ნათელია ამ საკითხზე. ასეთი ევროპაში ჩატარებული ქუჩის გამოკითხვა ნიკა დიახ. ესე იგი, ერთ წუთში მოვყვები რა, უცბად გამახსენდა ეხა ამათ რო შევხედე. 1-5 წლის წინ იტალიაში მილანთან ალპებში მოგვიწია 6 კაციან ჯგუფს წასვლა და სხვადასხვა ქვეყნებიდან იქ იყვნენ უკრაინიდან იყვნენ, რუსეთიდან, გერმანიიდან, თვითონ იტალიიდან ჯგუფები იყვნენ 6 კაციანი ნოდარ. და რო დაღამდა ეხლა და ეს 6-6 სამი გოგო იყო, სამი ბიჭი პირობა ესე იყო. სულ ყველა გადაცვიფდნენ ერთმანეთის ოთახებში, ესენი გადანაწილდნენ და ჩვენ 6 ქართველი შეხედვართ, ატყდა ღამე ინგრევა იქაურობა. ხოდა ჩვენ შეხედვართ ესე ხან კარტი ვითამაშეთ, ხან ლოტო თუ რაღაცა რა ვიცი. რო გამომწყვილები იყავით თუ სამი გოგო, სამი ბიჭი ჩვენც, მაგრამ ნუ ჩვენ ქართველები ვიყავით და სულ მეგობრები წავედით და ჩვენ აი მართლა მეგობრები. ხოდა ისე უკვირდგათ, რომ თქვენო ნორმალურები ხართ თუ ამისთან ალპებშიო, ამისთან ბუნებაში, ამ შუაღამისას რატოს ხეთხა? ანუ იმათ სხვა მენტალიტეტი აქვს, ასე და ჩვენ უნდა მოვერგოთ ჩვენ მენტალიტეტი. ძალიან გთხოვთ რა, ძალიან მინდა ერთი რამე ვთქვა. მე არ მგონია, რომ ეხლა აქ კი ბატონო სხვა მენტალიტეტია, მაგრამ არ მგონია, რომ აქ კულტურის ან ცივილიზებურობის დამამტკიცებელი საბუთი იყოს. იმიტომ რომ აფრიკული ტომებია რამოდენიმე, რომელიც მე ვიცი, რომ გოგონა ჯერთი აუცილებლად ცხოვრობს ბევრ კაცთან მისი ტომისა. მე ერთ-ერთ მათგანს მიყვება ცოლა და რამდენჯერაც გათხოვდება, მე ერთხელ შეიძლება ქმარი მოუკვდეს გაშონ, იმდენჯერ ითვლება ქალიშვილად. ბატონი ზურაბ და გავდივართ შეგვამაზე. მე მინდა დავასრულო ძალიან მოკლედ იმითი, რომ ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის რაც განხილული იყო აი ამ დისკუსიის დროს, განპირობებული არის სექსუალური განათლების დონის დეფიციტით, რომელიც საქართველოში საგანგაშოა და ამ შემთხვევაში არ შეიძლება კიდევ ერთხელ ციტატას არ მოიშველიო, რომ სექსუალური განათლება უაღრესად ფასეულია ყველა ასაკის ადამიანისთვის მისი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. პირველ რიგში ეს ეხება ახალგაზრდებს და აქ მინდა მე ჩემს კოლეგებს დისკუსიით, რა თქმა უნდა და არა პროფესიით კოლეგები ჩვენ ვართ მხოლოდ მოუწოდო ერთი რამისთვის, რომ მოდით ნუ ვიხმართ ამ ტერმინს იმპოტენცია, ეს ტერმინი აღარ არსებობს, არის ერექციული დისფუნქცია და ეს არ არის განაჩენი, ყველა იკურნება განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა. ახლა ჩვენს ეთერში არის რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ისევ გავაგრძელებთ ამ თემაზე მწვავე დისკუსიას. გადაცემის მესამე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ, უნდა გქონდეს თუ არა წყვილებს ურთიერთობა ოფიციალურ ქორწინებამდე, როგორია საქართველოში სტატისტიკა, რას გვეუბნება სოციოლოგიური გამოკითხვები და რას ფიქრობენ თავად ცნობილი ადამიანები. რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში ბრუნდებით ღია ეთერში. ის
ისინი მოდიან სტუდიაში და ყვებიან პირადი ცხოვრების გაუხმაურებელ დეტალებს. პოპულარული ადამიანების აღსარება ყველაზე ცხელ თოქ-შოუში. რამდენი შეყვარებული ყავდა მე ჩემ ცხოვრებაში, იმასთან მქონდა სექსუალური ურთიერთობა და პირველად როსტო ლაპარაკობს ტელევიზორში, რა მოგივიდათ, რა თქმევინეთ. და არის კატეგორია ოჯახების შვილი რო გამუთხოვდება, წლები არ ელაპარაკებენ ერთად. აი, მე საფათავა მუდგაინ მაგიგებ გენგენდე შხელო ქოთიაკა, მუდგა მაგიგებ.